მოგესალმებით. დღეს ისევ ბორიკის შეხვედრა პროექტი თეთრი კვადრატის ფორმატში, ისევ ახალგაზრდა რეჟისორები, ისევ მცდელობა მათი შემოქმედების პოპულარიზაციისა. შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო პროექტია ეს. დღეს ჩვენ გავეცნობით სამი რეჟისორის შემოქმედებას. აქ თქვენ ხედავთ, რომ ორნია, ერთი გახლავთ სალომე, ჩვენ უკვე ორი ფილმი ვნახეთ მისი აქ და დღეს ვნახავთ მის დოკუმენტურ ფილმს, 7 წუთიან ფილმს მილა. სალომე ბერესტრება დღევანდელ შეხვედრად, თუმცა ძალიან მადლობელია, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ვეწევით მისი ფილმების პოპულარიზაციას და თან ეს ისევ იქნება პრემიერა. Так, რაც შეეხება დღეს ცოცხლად წარმოდგენილ თქვენ დღევანდელ სტუმრებს, დავიწყებ ნიკა ტოგუშით, ჩვენი ბათუმელი, ასე ვთქვათ, რეჟისორით და ოპერატორით. დავახასიათებ ნიკას. დამთავრებული აქვს ხელოვნების უნივერსიტეტი ბათუმში, ტელერეჟისურა, ბაკალავრიატი, შემდეგ მაგისტრატურა დაამთავრა მხატვრული ფილმის რეჟისურით. გადაღებული აქვს ორი დოკუმენტური ფილმი, ორი მხატვრული ფილმი, ერთი ავთოსთან ერთად, ავთო ხო ესწრება აქ? ხო, ფოტოქრონიკები, არ გვაქვს ნანახი. აქვს გადაღებული ფილმი, ვთქვათ, რეპრესიებზე, ფილმი მოპარული სახე და დღეს ძალიან მოგზალებულად იქნება წარმოდგენილი ნიკა, ასე გადავწყვიტეთ სხვადასხვა მიზეზთა გამო. დღეს იქნება პრაქტიკულად ჩანახატი წარმოდგენილი ნიკა, ამ ჩანახატს ჰქვია ჩემი სახლი. ჩემი სახლი სულ 3 საბჭოთიანი ფილმია, მაგრამ თქვენ დაინახავთ ოსტატის ხელს ამ ფილმში. და ჩვენ ბუნებრივია ეს არ იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა ნიკასთან. ნიკა ასევე მსახიობობს, 4 ფილმში აქვს გადაღებული. თამაშობდა ძირითადად უარყოფით როლებს, არ ვიცი, პერსონაჟებს უпростоრად, ხან ნარკობარიგაა, ხან ბანდიტია, ეთყობა უფრო მეც ფულს იხდიან ამაში. მართალია ერთ ეპიზოდურ როლში ჟურნალისტიც კი იყო. მუშაობს ოპერატორად და ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ოპერატორი, არ ვიცი დამეთანხმება თუ არა ტელევიზიის მუშაკები. მუშაობდა ერაში, ტელევიზია ერაში, მუშაობდა 25 არხზე და დღეს მუშაობს მე-9 არხზე. ეს ყველაფერი ნიკას. და დღეს ვყავს სტუმარი თბილისიდან, გიორგი ხარებავა და მეუღლეც ახლავს დღეს, გაბატონი ნინო, მივესალმოთ. აქ ცოტა უფრო ვრცელი ბიოგრაფია უნდა წარმოგიდგინოთ. ესე იგი, თბილისელი გახლავთ. დამთავრებული აქვს ეს ცნობილი შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტი, კინოსი და თეატრის, სპეციალობით რეჟისურა. შემდეგ გაიარა კინორეჟისურის კურსი იტალიაში, კერძოდ რომის ნაციონალურ აკადემიაში, კინოსკოლაში მაპატიეთ. შემდეგ დოქტორატურის სემინარები ბოლონიის უნივერსიტეტში და ძალიან ისეთი ბიოგრაფია აქვს, ძალიან ბევრ ადგილას მუშავია, რაც კარგია რომ პროფესიის მიხედვით. TV4 იყო არის ასეთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია. შემდეგ პირველ არხზე რეჟისორად, გადაცემა თბილისი და თბილისელები გვახსოვს. შემდეგ ამჟამად არის ლექტორი თავის მშობლიურ ინსტიტუტში და ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. შემდეგ მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემები პერსპექტივა, გადაცემა სასამართლო დარბაზი, ეს ყველგან რეჟისორია, გადაცემა კვირის იდილია და გადაცემა ფესტივალი ბასტი ბუბუ, დამდგმელი რეჟისორი. დღეს ჩვენ ვნახავთ გიორგის 2 ფილმს. ერთი გახლავთ საოცრად ლაღი, საცაცილო, 6-წუთიანი ფილმი უნამუსო. ბევრს თქვენთაგან შეიძლება აქვს ეს ფილმი ნანახი, რომ ტელევიზიით ხშირად იყო, ბოლო დროს რატომღაც არ მინახე ეს ფილმი. ოთარ რამიშვილის საოცარი სიმღერის ფონზე, ლოთებზე. ხო, ამას ვნახავთ და შემდეგ ვნახავთ მის ფილმს ღია ფანჯრები. ღია ფანჯრები, ბოლო ფილმი, რომელსაც დღეს ვნახავთ, იქნება ღია ფანჯრები, 45 წუთიანი ფილმია. ანუ
ჩვენ დავიწყებთ უნამუსოთი, იმიტომ რომ ეს მხიარული ფილმია და ამის შემდეგ დაიწყება ძალიან სევდიანი ფილმები, ერთი შემდეგ გავა ნიკას ფილმი, შემდეგ მილა და შემდეგ დაასრულებს ისევ გიორგი ხარებავას ფილმი ღია ფანჯრები. მე დავუში პატარა ეშმაკობა. მე არ დავწერე არსად, რომ ეს არ არის მხატვრული ფილმები. იმიტომ რომ ჩვეულებრივი მაყურებელი, როცა თქვენ არ ხართ ჩვეულებრივი მაყურებელი, მაგრამ მაინც, როცა წაიკითხავს დოკუმენტური ფილმი, უცბად სხვა შთაბეჭდილება იქნება, აუ დოკუმენტურ ფილმზე რამე მიყვანს, შესანიშნავი ამიდია, ჯობია გავისენო ბულვარზე მაგალითად. მაგრამ დამიჯერეთ ჩემი აზრით ეს სამივე დოკუმენტური ფილმი არის პირდაპირ ვიტყვი ახალი სიტყვა დოკუმენტურ ფილმში. თქვენ ნახავთ საოცარ სამ დოკუმენტურ ფილმს. ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. უნამუსოს ძალიან ბევრი პრიზი აქვს მიღებული, მაგალითად საერთაშორისო კინოფესტივალზე მოსკოვში წმინდა ანას სახელობის მეორე პრემია, შემდეგ კიევში ასევე საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს რაინდი და ასევე ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე პრიზი საუკეთესო რეჟისორისთვის. ახლა ძალიან მოკლედ ნიკა, გიორგი, რა უნდა გითხრათ თქვენ ფილმებზე, ოღონდ ისეთი რამ მოგვიყევით, რომ ესე იგი წინასწარ რაღაც განწყობა არ შეგვიქნათ ფილმებზე. რაც შეეხება ჩემს ჩანახატს, ფილმს ნამდვილად ვერ უწოდებ, ჩანახატი არის და ეს ის ჟანრია, ეს ის ფილმია და ეს ის სიუჟეტია, რისთვისაც მე ჩავაბარე სარეჟისოროს. რა ვიცი, ამ სამ წუთში რაც მინდოდა იმ დროისთვის და რაც შევძელი, ეს გავაკეთე, უბრალოდ ერთი იყო, რომ ეს ფილმი არის ის, რისთვისაც მე ჩავაბარე სარეჟისოროს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ გიორგის ასეთი შესანიშნავი საღამოსთვის, რომ მომიწვია. მე ასევე თქვენ, რა თქმა უნდა, რომ მობრძანდით და ჩვენს ნაშრომებს ნახავთ, მე გამოთქვავთ ას, მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ერთ-ერთი რაც მნიშვნელოვანი მინდა ვთქვა, რომ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება იმაზე, რომ ფილმი უნამუსო თავისთავად არის, რა თქმა უნდა, პატარა მოკლე ფილმია, 6-7 წუთი გრძელდება, მეტი არ არის და არის მთლიანად ერთი კადრი. ანუ ეს არის გადაღებიდან დაწყებული, ესე იგი, ხელის დაჭერით კამერაზე, სანამ არ დასრულდა მოქმედება, იქამდე სულ უწყვეტი კადრია. შესაბამისად, უმონტაჟო ფილმსაც უწოდებენ ასეთ ფილმებს. და ასეთი ფილმების სხვათა შორის ბოლო 2 წელია ასეთი ფილმების მასტერკლასებიც კი ჩავატარეთ ჩვენთან იქ ფესტივალ ამირანზე სხვათა შორის რაღაც გარკვეული ინტერესი არის მსოფლიოში საიდან დაიბადა საერთოდ ესეთი იდეა ის რომ გავიგერო ფესტივალზე ერთ-ერთი საერთაშორისო ფესტივალი არსებობდა სადაც იყო სამწუთიანი ერთკადრიანი ფილმების ფესტივალი და ძალიან მინდოდა მიმეღო მონაწილეობა მაგრამ რითი არ ვიცოდი და მე თავისით მოვიდა იდეა, რომელიც ძალიან მომეწონა და მოვარგე ამ ასე ვთქვათ სურვილს და გამოვიდა ისეთი ფილმი, როგორცაც თქვენ ნახავთ. ამან მე გამოიწვია საკმაოდ კარგი ინტერესი ფესტივალების მხრიდან და უკვე აი ამ ასე ვთქვათ ხერხში გარკვეულწილად დაინახეს ფილმის ღირებულება და ამიტომაც მე პრიზები მოიპოვა და რა ვიცი, მე მგონი თქვენს მოგეწონებათ. ერთ-ერთი მთავარი მეორე ფილმზე, რასაც ქვია ღია ფანჯრები, ეს არის არსებობს ესეთი კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რომელიც ზრუნავს შესაძლებლობა შეზღუდული ადამიანების მდგომარეობაზე. და ამ კოალიციამ მოინდომა რომ გაეკეთებინათ ფილმი, რომლის მეშვეობითაც იქნებოდა ესე იგი თემა მთლიანად საქართველოში ესეთი დახურული და ხაზგადასმული თემა წამოწეული პირველ პლანზე. დღეს შეიძლება ეს არავის არ გაუკვირდეს, მაგრამ ეს ფილმი გადაღებულია 7 წლის წინ. მაშინ, როდესაც ასეთი თემებზე ძალიან ცოტა თუ იყო სადმე სიუჟეტი, ისიც ძალიან შეფარვით, საინტერესო ის იყო, რომ მათი მხრიდან იყო გარკვეული მოთხოვნა. ყველა აკეთებს ფილმს, როგორი საწყლები არიან ეგრეთ წოდებული ინვალიდები და ის ფილმი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთო, არ უნდა იყოს ასეთიო, არ უნდა იყვნენ საწყლებიო და
მე ჯერ თავიდან გამიკვირდა, იმიტომ რომ მე თვითონ მეგონა რომ ალბათ რა გარკვეული შეცოდების მომენტი უნდა ყოფილიყო ჩემი მხრიდან, მაგრამ როდესაც თემაზე მუშაობა დავიწყე და სათითაო მათი ასე ვთქვათ ამ ადამიანების მდგომარეობას გავეცანი და სიტუაცია, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მე აღმოვაჩინე, რომ ჩემს გარშემოც იყო ესეთივე რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც მე ვერ უყურებდი როგორც ინვალიდს. მივიჩნევდი აბსოლუტურად ჩვეულებრივ ადამიანად და მხოლოდ აი ამ კუთხის შემდეგ გამიჩნდა ესეთი დამოკიდებულება მათთამი, რომ მართლაც რატო უნდა იფიქრო როგორც განსხვავებულ ადამიანზე და იმდენად ჩავერთე ამ სიტუაციაში, რომ მე მგონი გამოვიდა ესეც, ხო? გამოვიდა და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ბოდიში, რომ თავი შეგაწყინეთ, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის. გაგიმარჯოს 2 ლუდი და 10 ხინკალი. ეხლა ოდი ესაც ხინკალი. დადი. ალიონზე მაღრუბლო სასრომაღლა ხედა იტმევა ხრადილა რა არგის ბრადგათენდა არგის ბრადი რიჟერაშა და ცაცარგის პერია იავნანა სულოტები სულ არაზრხე არგის ბრადი რიჟერაშა და ცაცარგის პერია იავნანა სულუსები სულ არაზრხე civiludi ara galida ai sorades gaxlavt ez da trobis sabami გამხმარდებს რომ შეიძლება მოუხდება არამი civiludi დაძეფრი დაიდება გამხმარდებს რომ შეიძლება მოუხდება არამი საგინგლეში არაკი სამწვადეში არაკი მიყვის მიმოაგრობა ამოდენა მარაგი რომ თქედა ხამლოტები გახვირიან არაკი მიყვის მიმოაგრობა ვაი ალიონზე მაღრუბლო სასრომაღლა ახედა იტმევა ხრადილა რა არგის ბრადგათენდა არგის ბრადი რიჟერაშა და ცაცარგის პერია
ლოთები სულ არ აღზევდერიან სახინგლეში არაღი სამწვანეში არაღი გასტრონომში არაღი რესტორანში არაღი მიგვიხსვენ მოაგროვა მოდენა მარაგი როკეთა გამლოთები გახვირიან არაღი მიგვიხსვენ მოაგროვა მოდენა მარაგი რომ დღესდა გამლოთები გახვირიან არაღი
შალომ. ლამაზად ჟღერს. ძალიან მოწონს შალომ. და ვიცი ასოები. თუ გინდა დაგიწერ. აი ეს ასოები ვიცი. კიდე ვიცი ეს. ეს. ძალიან ლამაზად ჟღერს ებრაული ენა მომწონს. შეიძლება ხატავდნენ ჩემი მშობლები. და ესე გენეტიკურად გადმოვიდა ჩემზე. ისე რა საინტერესოა. მიხატავდა. არ ვიცი. ალბათ მამა ხატავდა. რაღაც ესე მგონია. არა, ვიცი რომ არ მეძებენ ჩემი მშობლები, იმიტომ რომ ჩემი მოძებნა რომ დამოდათ ალბათ აქამდე მომძებნიდან უკვე. ალბათ არ უნდათ ჩემი მოძებნა, რა ვიცი. მაგრამ მე მინდა რომ მოვძებნო ისინი. მახსოვს დედა იყო შავთმიანი, თეთრკანიანი, ღია ფერის თვალები ჰქონდა. მამა მახსოვს იყო ქერა, ულვაშები, საშუალო აღნაგობის. კატა მახსოვს, იმიტომ რომ ყოველთვის მეწვინა მუცელზე. ფუმფულა გაბორძგნული კატა იყო ეს. ცხოვრობდი იტალიურ ეზოში. ეზო, რომელიც იყო ქვიშიანი სულ. ცხოვრობდი მეორე სართულზე. შემდეგი მოგონება ის არის, რომ თამაშობდი ეზოში. ერთ დღეს ზიანი ამინდი იყო. შუა დღე იქნებოდა. როდესაც მანქანა შემოვიდა ეზოში. ცისფერი, როგორც მე მახსოვს. მარკა იყო ნოლაძინი. გადმოვიდა ორი მამაკაცი მანქანიდან, სადაც ჩემი მანქანას ჩასვლა. მესმის კივილი დედა ჩემის. ჩამოდის მეორე სართულიდან კიბეებზე, ხის კიბეები მქონდა მახსოვს. ხელი მომკიდეს ამ კაცებმა და მოვიდა დედა ჩემი. და შუაში ვიყავი მე. ბოლოს იმდენი იქნეს, რომ ჩამსვეს მანქანაში წამიყვანეს ბავშვთა სახლში. დიდი ბავშვთა სახლი მახსოვს. ბევრი ბავშვი იყო, ალბათ სადღაც 50-მდე. მახსოვს მეცა მოკლე შორტები, თეთრი ნასკები. რაღაც ყელსაბამი მახსოვს, თეთრ და იგივე ფერის და ბავშვებს ყოველს ერთი ფორმა ჰქონდა. დაახლოებით ვიქნებოდი 5-4 წლის. ორი ქალი მოვიდა, რაღაც 5 წუთი ვნახეს, ანუ ესე ვთქვათ, დამათვალიერეს და მე ჩემი იქ მყოფი მეგობარი ერთი ბიჭი იყო ბავშვთა სახლში, რომელიც მეუნებოდა ეს რაღაცას. მართლა არ დამოვიწყდება არასდროს. შენ წახვალ ხა საქართველოშიო. საქართველოში რო წახვალ, იქ არის ყველაზე მაღალი მთაო. იმ მთაზე არის ერთი ალუბლის ხე, რომელზეც კიბები უნდა შეუდგა და იმ კიბებს რო ახლა შეჭამ ბალსო. ეს რაღაც მართლა მახსოვს. ჩემი ერთგვარი ხარ, მას ზოგდებოდი. მოვიდა და მაკოცა. ვენ სისულელები. ახლა მე მომიყევი და რამე. მომიყევი და რამე ჩემზე. როგორ გენაპა? ჩემზე მომიყევი რა. რაზე? ჩვენ ბავშვობაზე. ძალიან ცელკი იყავი. სამსახურში რომ წაგეყვანდი, დახტოდი. ლამაზად რომ გამოგაწყობდი კულულებში და თეთრებში.
ახვიდოდი მე კანტორაში ის იმ გოგოს რა ერქვა? ვის? ჰა? ვის? აი შენ ავხარაგობდი. თეა. სადაც დიდი ტალახი იქ მოიზუსმებოდა ხოლმე და მოვედოდა. ოდა ესეთი იყავი. მერე დამოვიდოდეთ სამუშაოს. ტალახიანი მე ვიყავი და შენ? მე სულტრად კრეალა. ლამაზი ვიყავი დედა. ძალიან. კარგად ლაპარაკობდი? რა ენაზე ლაპარაკობდი? ქართულად დღეს. არ მიჭირდა? ჰა? საუბარი არ მიჭირდა? კიდე რატო ხარ გათლი? არ ჩლიფინებდი? გათლი. არ ჩლიფინებდი? ახლა როგორ სახარ? ჯიჯი. ლამაზო. ეკა. მოდი. ახლა როგორ მისმენს? თქვი აბა, მიყვარხარ? მე უყვარბარ მე მაგას. ჯიჯი. შენ გიყვარბარ მაგრე? მიყვარხარ. ჯიჯი. პატარა რო ვიყავი, ლაპარაკობდი რუსულ ენაზე. საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ ვისწავლე 3 თვეში ქართული ენა. მე მახსოვდა ჩემი ისტორია, თავიდან ბოლომდე, ჩემი ბავშვობა, ჩემი გაშვილება, შვილა დაყვანა. და ერთ დღესაც დედა ჩემს უთხარი, რომ დედა მე ვიცი ამის შესახებ ყველაფერი და აზრი არ აქვს დამალვას, მითხარი, ვინ ვარ. და ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ მაძლევდა საშუალებას, რომ გამეგო ეს. 2 წლის უკან სახლში ვიყავი, როდესაც დიდი თხოვნის შემდეგ დედაჩემმა თავის ხელით გამომიტანა ჩემს აძინებელში. ჩემი შვილად აყვანის ფურცელი, სადაც გავიგე ჩემი ვინაობა, ჩემი გვარი, ნამდვილი სახელი და ეროვნება. პირველად გავიგე, რომ ვიყავი ვაინშტეინი. ლუდმილა ვაინშტეინი 1993 წელს დაბადებული 15 დეკემბერს. სანამ ამ საბუთს აღმოვაჩენდი, მეგონა ვიყავი უკრაინელი. აღმოჩნდი ებრაელი. თუ მოვძებნი ოდესმე ჩემს სახლს, სადაც მე ვცხოვრობდი, ასე მგონია, რომ არავინ არ დამხვდება იქ. სხალზე მაქვს ნიშანი. 2 ჯვარი მაქვს ყურებთან. ეს ბავშვობიდან მაქვს, ანუ ეს ვარ დანიშნული ჯვრებით ყურებზე. ალბათ იმის ნიშანია, რომ რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, ან ვარ დაუკარგულიყავ ესა. არ ვიცი.
გავუმარჯოს ლევან, როგორ ახარ? ვა, სოსო, როგორ ახარ? რა სიმპათიურად გამოიყურები? რა ვიცი, არა მისავს, მადლობა. დაშვები ბიჭო, სად დაიკარგე? ახალი პროგრამა მაქვს, რაღაცა იმას ვეჩარჩები, გადმოგიგზავნი მერე. მომენატრე, ასე უნდა დაკარგვა? მაგებს დილი დავიაკეთე. განადრე არ დამიწყიებებთ. მე თვალები აგიქმნის. მერე ცოტა ხანი. ჩაის დალე? დაულე ხო კაი გამიგე. ნახევარ თუ ბოლომდე? ნახევარ. რითი ხარ დაკავებული? მომიზენ შენ რო ფილმები მომეცი, ერთი მაგარი მომეწონა. კაი, რაღაცა დროს მაიცკლავ, ხო? მოდი ჩემთან მოდი სანამ დროა ღამე დადგა თვალებს სახელს მოდი თორემ სხვა შენს ნაცვლად მოვა გამიქარვებს სევდასა და ნაღვეს კავლენძლები დაზამთრდება გულში წავარასაც იჯაბუგე ჰქვია და რაც ასე ადრე იყო გუში ხვალ იქნება უსასრულოდ გვიან აი უკეთესია უკვე გისმენ სერიოზული სალაპარაკო მაქვს და ხო არ შევხვეჭრილიყავით კაი რა უნდა კონდეს ახლა ესეთი სალაპარაკო რომ სარმე შევხვდეთ მოდი ჩემთან და აქ ვილაპარაკოთ ჩემთან არა სარმე სხვაგან შევხვდეთ ციკუნა მქვია სახელად მე ვარ პატარა პოეტი ამ ქვეყნად ლექსის საწერად და სასიმღეროდ მოვედი პირისპირ უნდა გესაუბრა გავიდეთ მაშინ სად თავაზობ სად შევხვდეთ სტადიონზე წავიდეთ მაგარი განსხვავებული გარემოა და იქ დავსხდეთ და ვისაუბროთ სტადიონზე რა არის სხვა ადგილი არ არის ამას სხვაგან შევხვდეთ მომისმენა იმ დისკს ამოგიღებ მაშინ რომ დაგპირდი. მაგარი გულისხმიერი კაცი ხარ. კაი, 3 საათზე, ხო? ძალიან კარგი. აი, შევხვდეთ. აბა, დროებით. შეგვანამდე. 1 ჩვენ რადიკალურად უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და
მაქსიმალურად დიდი წვლილი უნდა შევიტანოთ ჩვენი მომავალის ჩამოყალიბებაში. რაც უნდა მაგრა გვინდოდეს, ხო? ჩვენ საკუთარი თავის რეალიზაცია მაინც ხვაზე ვართ დამოკიდებული, ასე მოგვანიჭა მერთმა და ასე ვართ ეხლა. სწორედ მაგიტომ არის, რა ვთქვათ, მე არ ვაქტიურობ მარტო და გესაუბრები შენ, ვესაუბრები სხვა მეგობრებს. ჩვენ თუ ყველა გავხდებით თანამოაზრეები და ვივლით იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ხელშია ჩვენი ბედი და ჩვენ შევქმნით ჩვენ წინ კარგ ცხოვრებას, უფრო მეც მივახცევთ. მონდომება არ შვერის საქმეს, უნდა შეიცვალოს ყველაფერი საზოგადოებიდან და უნდა შეიცვალოს საზოგადოების აზრი, რომ მოახდინოს ადამიანმა თავის რეალიზაცია. მინდოდა უბრალოდ მომღერალი ყოფილიყავი ანსამბლში მემღერა, ანსამბლში მაგრამ შემდეგ გაიზარდა ეს, რა ქვია, ამბიცია გაიზარდა და უფრო საკუთარი ხმის შესაძლებლობებს მე თვითონ მივხვდი სხვათა შორის, აი მის შემდეგ დავიწყე უკვე ტოვა ამ საქმისთვის, თორე მანამდე ახლა სანამ თლიანად არ დავინახავდი ჩემი ხმის შესაძლებლობებს, მე თვითონ ისეთი ვარ, რომ აი არ შემიძლია რომ მაგალითად ბრმად მენდო ვინმეს რჩევას, მე თვითონ უნდა დავინახო, შემიძლია თუ არა. თითოეული სიტყვა კეთდება, ასე და მით უმეტეს ჩემთვის, როცა მე მაგათ სმენის ვსწავლობ ამ ყველაფერს, ამხელა სირთულეა, მაგრამ რა ვიცი, ისე შევეჩვიე, რომ ჩემთვის ეს სირთულეს აღარ წარმოადგენს. აი სპექტაკლებში მონაწილეობა ეს ცოტა სხვა რაღაცა იყო რა და ამის მიღწევისთვის იყო ბრძოლები. ბრძოლები, ნუ საკუთარ თავთან, ბრძოლები იმ ადამიანებთან, ვისაც ეს არ ჯეროდა, მაგრამ დღესდღეობით ყველაფერი კარგად არის და მე ვთვლი რომ ერთ-ერთი წარმატებული მომღერალი ვარ. უპირველესად კონტაქტი უნდა გქონდეს დირიჟორთან და ეს მხედველობის არეალი თუ მიწდებოდა ამ ყველაფერს ამაზე იყო ძირითადად წინააღმდეგობა. ჩემს პირში არავის არ უთქვია მაგალითად რომ შენ ამას ვერ შეძლებ, მაგრამ ხო ხდებოდი რომ მარჯეროდა თავის, მაგრამ ნუ შემდეგ კონტაქტი მსახიობებთან, სცენაზე ორიენტაცია, ეს ყველაფერი თან ოპერა არის ძალიან ისეთი სინთეზი, თან მუსიკა, თან იმღერო, თან ითამაშო, ყველაფერი ეს ძალიან ძნელი სინთეზია, მე ასე ვფიქრობ და ძალიან რთული ხელოვნებაა. მე შევცვალე ჩემი ცხოვრება, თორე არაფერი არ შეცვლილა, საზოგადოების დამოკიდებულება, ალბათ ისევ არის ის საზოგადოება, მით უმეტეს არიან, ხო, ინვალიდი მუსიკოსები, უსიათლოები, თუნდაც აღარ დიანა ღურცკაია, ამხელა მიაღწია, ხო? მაგრამ მაინც საზოგადოებას მე ვფიქრობ, საზოგადოება ჯეროვნად არ იცის რა შეუძლია ამ ხალხს. დაახლოებით წელიწადი, რაც ერთად მუშაობთ, სულ თავიდანვე დაწყების დღიდანვე იმედი გქონდა ის, რომ ეს იქნებოდა ჩვენი მომავალი. ამ ბავშვებისთვის ეს იყო წარმოუდგენელი რამე, რომ ადამიანმა, რომელსაც მუსიკა არ ესმის, ეცეკვა, მაგრამ შეუძლიათ.
უმეტესობას მასას ვერ ვაჯერებ უმეტეს შემთხვევაში რომ არსებობს ქართული ხალხური ცეკვის ყრომუშთა ქორეოგრაფიული ანსამბლი. უმეტესობას არ ჯერავს სანამ თავის თვალით არ ნახავს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი რამე ადამიანს არ ესმოდეს და ცეკვავდეს. 1 2 3 4 5 6 7 თავიდან მე არ ვიცოდი არც მაგათ ენა არაფერი ბევრისთვის წარმოუდგენელია ეს მაგრამ თვითონ ბავშვები იმდენად მონდომებულები არიან რომ ყველაფერი ძალიან ადვილად გამოგდის ქუჩაში დანახვისას უმეტესობა თილს იშვერს. რახან ყრუმუნჯია ის არის ინვალიდი, ყრუმუნჯი ინვალიდი არ არის. უმეტეს შემთხვევაში ყრუმუნჯს უფრო მეტი გრძნობის, ზრდილობის, თავმდაბლობის, სიყვარულის და სითბოს გამოხატვა შეუძლია ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. კომუნისტების დროს იყო ნათქვამი, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში არ აყვავს ინვალიდებიო. ეს იმიტომ რომ არ ჩანდნენ ინვალიდები, არ გამოდიოდნენ. ესე იგი, ისინი უდგებოდნენ ისე ამ საკითხს, რომ ინვალიდს მხოლოდ და მხოლოდ უნდა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და რომ ისიც არის სრულუფლებიანი ადამიანი და მას სურს საკუთარი თავის რეალიზაცია თუ თქვათ იმისი ნიჭი, უნარი აძლევს ამის საშუალებას. ამას ყოველთვის ისინი ახშობდნენ. როდესაც უნდა დამეწყო ფეხსაცმელების ფაბრიკაში მუშაობა, როდესაც ნახეს ჩემი საბუთები, რომ პირველი ჯგუფის ინვალიდი ვიყავი, თან ყავარჯნებით დავდიოდი მაშინ, კატეგორიული უარი განვიცხადეს. ავდექი იმდენი ვიწვალე ზოგიერთი ადამიანების, კეთილი ადამიანების დახმარებით, რომ მეორე ჯგუფის ინვალიდობაზე გადავედი და მიმიღეს მაშინ საწარმოოში სამუშაოდ. პარალელურად სწავლობდი ტექნიკუმში. მაშინდელი საზოგადოება აი სინანულის გრძნობით უყურებდა და თითით საჩვენებელი იყო. გარეთ გამოსვლა ინვალიდებს ეხატრებოდათ. ხო და არის კიდე საზოგადოება, აი ისანსამგორის რაიონში, მაგალითად 12000 ინვალიდია. აქედან კარჩაკეტილი თითქმის 4000-5000 ცხოვრობს. აი მათი გამოყვანაა საჭირო საზოგადოებაში. დასაქმების ის პრობლემა არის. აი ჩვენ მაგალითად ამ პატარა საამქროში აგერ 10-12 ინვალიდი ყავს დასაქმებული. ყველა უყურებს ერთმანეთს ისეთი თვალით, როგორც ნამდვილი ჯანმრთელი ადამიანი. მათ ურთიერთობაში ძალიან დიდი სითბოა. თავიანთ ნაკლს ერთმანეთს უსწრებენ. ისეთი პირობები უნდა შეიქმნეს, აი ისევ იმ თემას უბრუნდები, რომ ადამიანისთვის თავარია მონდომებაო, რომ მიაღწიოს, რაც ჩაფიქრებული აქვს. ასე ვთქვათ, მონდომება აღისრულოს. დღესდღეობით ჩვენ ვიძლებით პოსტსაბჭოურ ქვეყანად, და ხალხში გამჯდარია, გამიგე? ამას შეიძლება თაობათა ცვლა და ამ ახალგაზრდა თაობაში ჩვენ მომავალში იმის დანერგვა, რომ ეს ხალხი არის სრულუფლებიანი და მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, აქვთ ამათ გარკვეული შეზღუდვები, ამათ შეუძლიათ საკუთარი თავის რეალიზაცია. და ამისათვის მათ უნდა შეეწყოთ ხილი და შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გაუთანაბრონ პირობები. ვთქვათ, შენ შემთხვევაში უნდა იყოს ადაპტირებული გარემო, ჩემ შემთხვევაში უნდა იყოს, ვთქვათ, უსინათლოებისთვის მთელი რიგი პრობლემატიკა გადაჭრილი, თუნდაც ბრაილის შრიფტით უნდა იბეჭდებოდეს პრესა, ვთქვათ, რადიო გადაცემები უნდა იყოს ისეთი ინფორმაციული და ასე შემდეგ.
აი აქ რომ მოსულიყავით თქვა რამხელა დაბრკოლებების წინაშე ამოვშით რომ აქ დამჯდარიყავით მე და შენ. შენ თვითონ თუ არ მიეცი საკუთარ თავს სტიმული და შენ თვითონ თუ არ გამხნევ საკუთარი თავი. ცხოვრება ისეთია რომ თქვა შეზღუდულ პირობებში კი არა არაინვალიდი ხალხი აწყდება პრობლემებს და იმისთვის არის ძნელი, ხო? ყვითელი შავი. კაი ადამიანს აქვს მარინადი. მოდი მაკოც. მითხარი. ვერ ვიტან, როცა ადამიანისგან გრძნობ შეცოდებას. ხანდახან ვამბობ, ვაიმე როგორი ლამაზი გოგოა და აი რაცოდია რომ უსნებლად. გარშემო სუმხედველი მეგობრები მყავს და ისინი არასდროს არ მაგრძნობინებ რომ მე ან უსნებლო ვარ, ან რაღაც ნაკლი მაქვს. ისინი არ თვლიან ამას ნაკლად. და არც მე არ ვთვლის სხვათა შორის. და მე ყოველთვის როცა კონცერტზე გამოვდივარ, თუ ფესტივალია, თუ რაც არის, თვითონ წამყვანსაც ვაფრთხილებ. არ უთხრათ ჟიურის რომ მე ვარ უსინათლო, იმიტომ რომ მე არ მინდა შეღავათიანი ქველები, მე მინდა რომ ჩემმა ხმამ, ჩემმა ყელმა, ან ჩემი მუშაობამ გამოიღოს შედეგი. ჩქარა თორე მიასამანი სურნელს, დროგატას გაზაფხულის ნიას, სიჯაბუკე სიზმარი ვიცავა და იქნება ყველაფერი გვია. გავლენძლები დაზამთრდება გულში, ძაღარასაც სიჯაბუკე გვია და რაც ასე ადრე იყო გუში, ხვალ იქნება უსასრულოდ გვია. თო არის შავი, ფაყავისფერი. ყველას აქვს თავისი ფერი. ძიესაც, ბემოლსაც, დუბლ ბემოლსაც, ბეკარსაც. აი ყველაფერს აბსოლუტურად ნოტებში. და იმ მაგალითად რო დახატო ნოტები და მე რო გააფერადო. და ყველას ერთად ხო შეხედავ. და ეს ყველა ერთად ნოტები ირევა ერთმანეთში ფერებად. აი შენ სწავლის პროცესში ყველაფერი ნორმალურად გქონდა, არ გქონდა სირთულეები? რომ მქონდა, მე ფიქრობდი იმაზე, რის შეცვლაც მე შემიძლია. და რასაც მე ვერ შევცვლი, იმაზე არ ფიქრობდი მე და შესაბამისად არ აღვიქვავდი პრობლემად. ბავშვი, რომელიც ის სახში არის ეტლზე და უნდა განათლების მიღება. როგორ უნდა მოახერხოს იმ ბავშვმა სკოლაში სიარული? აი შე როგორ წარმოგიდგენია? როგორ უნდა მოახერხოს, ახლა რა თქმა უნდა ოჯახს თუ აქვს რაღაცა საშუალება, ივლის სკოლაში და ისწავლის და რასაც ვქია თქვა თანატოლებთან გართობა სრულყოფილად, ეს მოაკლდება იმას, მაგრამ ბავშვი თუ არ მიაქციოს ყურადღებას ხვები რას ფიქრობენ მაგაზე და სკოლაში ისევ იქნება დაფასებული როგორც დანარჩენი ბავშვები, იმ შემთხვევაში მოინდომებს სიარულს, ხო? არა, საზოგადოების არაადეკვატური მიდგომის და გამო ის ბავშვი აწყდება მთელი რიგი პრობლემებს და თქვა სრულფასოვან ადამიანად პირველ ეტაპზე არ აღიქვამენ ხოლმე მას, მაგრამ იგი ხვდება რომ ეს არის საზოგადოების პრობლემა და არა მისი. თუ შენ არ ყავს მანქანა, ოჯახის წევს მარტო ვერ მოხვალ სკოლაში. ან სახლში უნდა მოემზადო, თორე ისე ვერ მიიღებ განათლებას. განათლება ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ადამიანებსაც. მით უმეტეს მე უნდა ვიცოდე, როგორ უნდა ვიცხოვრო, რა უნდა გავაკეთო დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის და სახლიც უნდა მეხმარებოდეს, უნდა იყოს ადაპტირებული, თორე ვერ გადავალ თქვა. ვერ ავალ სახლში მარტო და გამიჭირდება რა მარტო ცხოვრება.
სახში გვაკითხავს მანქანა, უნდა დავხვდეთ, უნდა ჩამოვიდეთ, რაც ისევ ჩამოსვლა არის პრობლემა. მოვდივართ სკოლაში და ვსხლებით გაკვეთილზე. არა სკოლა უნდა იყოს აუცილებლად ადაპტირებული თინაც, იმიტომ რომ ეხლა აქ რო ამ სკოლაში არ იყოს პანდუზი, ჩვენ ვერ ამოვალთ კიბეზე. ყველა ეს პრობლემაა, როდესაც ეტლში ხარ, არავისთან კონტაქტი აღარ გინდა ოჯახის წევრებთანაც ზოგჯერ კი. შენთვის იკეტები ოთახში და არავის შენ ტკივილს და დარც არ უზიარებს, მარტო შენ გულში იყო და მე მეგობრები და მეყვან ამის რომ აი დეპრესიაში არ ჩავარდნილიყავი ამით რომ ეტლში ვარ. სიმართლე ყველაზე დიდ სიყვარულს იჩენენ ჩემი სკოლის მეგობრები, მაგრამ იგივე სიტუაციაში არიან ისინი და ხვდებიან რაც განიცდი მე. იგივე ჩემი და იმას ვერ განიცდი, ვერ მიხვდება მე რაც განიცდი, რომ ის არ არის იმ პრობლემის წინაშე, თქვა არ ზის ეტლში, როგორ უნდა გადაადგილდეს, იმას ის პრობლემა არ ექნება. და მე ყოველთვის მექნება ეს პრობლემა, თქვა რამე ნივთისაღება რომ მინდა, იმასავე თავისუფლად ვერ ავიღებ და ვერ ავდგები. უნდა ვიწვალო და ის ნივთი ისე უნდა ავიღო. განახებ რომელიც მე ძალიან კარგი ეს აიკითხე? მიყვარს ძიების გაკეთება, რაც შეიძლება ხობად ჩაითვალოს, როდესაც თავისუფალი დრომა დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ, ან ძიებს ვაკეთებ BBC-ის ფილმებს, მაგრამ უფრო ძიების გაკეთება მიყვარს. საზოგადოებამ ჩვენთან უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება და ისე არ უნდა შეგხვდეს როგორც განსხვავებული რა. ვთქვათ რომ ეტლში ვზივართ, ეს არ არის არავითარი განსხვავება მათი შვილისგან განგვანსხვა და სხვანაირად მოგვექცეს. თუნდაც არ უნდა შეგვიბრალო, აი ამას უფრო მეტი მივცეთ, უნდა ჩვეულებრივად უნდა მოგვექცეს როგორც მეორე შვილს თქვა. ბასეინზე უნდა დაგვეწყოს სიარული, 1-2 რომ მივედით, უფრო საგმა ჩვენ ვკითხვა რომ მიგვეტანა ყველანაირი ანალიზი, რაც კი ჩაგვიტარებია, ყველაფერი ჩავიტარეთ, მიუტანეთ ყველა დოკუმენტი, მაგრამ მეორე, მესამე დღე მეთოდით სუთხეს რომ ამ ბავშვებს აუშვეს და ვეღარ ჩაუშვებთ, რადგან სხვა ბავშვები არიან წინააღმდეგ, რომ ჩვენ ამათი დაავადება გადაედება ჩვენ შვილებს. და მესმეც არ თქო, ჩვენი დაავადება არის გადამდები, რომ ვიღაცას მიეკარო და შენი ეტლში ჯდომა გადაადო, თქვა. დაწერე ასეთი ლექსი მაინც და მაინც ჩემზე. ყოველთვის ამ ლექსის წაკითხავს, რომ სულ ტირი ვარ. რაც დავწერე, მე მგონი სრული სიმართლე. დედა, ყველა შვილისთვის, რანაირად უნდა იყოს არის საყვარელი. შენ რომ მყავხარ, იმიტომ ვარ ძლიერი. ვერ ვარ დაბადებულიყავ დედა ქვეყანაში. დედა არ ვიცი რა მიშვილებოდა თიკა. ჩემი სიმდიდრო შენახარ. რაჯობია, დედიკოს ალერს. დედიკოს კოცნას, დედის თბილღილს, ამ ქვეყანაზე მე მისით სოცხლობ, მისით ვიქარებს სევდას და ტკივილს. ჩემი დედიკო ბოლომდე ბრძოლობს, კიდევ იბრძოლობს ჩემი გულისთვის, არ დაყრის. ქარხმავს ჩემი დედიკო, ჩემი ხათრის და სიყვარულისთვის ერთმანეთს ხარში ამოუდგებით, არ დავეცემით, არ შევშინდებით და აგვიხდება ჩვენი ოცნება. ეს სასწაულიც მალე მოხდება. ერთმანეთს ვეხმარებით მე და თიკა და ესე სკოლაშიც დადის, ღმერთის წყალობით, სტუდიაშიც დადის.
აი პატატ ისეთი გაუკეთე. სულ თითებზე ითვლის, როდის მოვა ის 4 შაბათი დღე, კვირაში ერთი დღე დავდივარ. დადებითი მოხდით, მოდის იქედან ყოველთვის ესეთი განწყობაზე, ეს გამოტენით ამერიკის დამსახურება მე ვერაფერს მაშინ ბაგეს ზიან ბაგეს ვარდის პერიკლავრომადებს გიმის ლანჩნებს მოგიმის ნაცვალებს და ნაძალადებს ნაძალადებს შენზეს ფიცავს სულ არ გავხარ დღეში გაჭრილ ქას ჯადოქარო შენ გიმღერი სიყვარული ჯადოქარ ჯადოქარო შენ გიმღერი სიყვარული ჯადოქარ დასაგები ქვარო სიმღერას დაიწყებ და შეკავ თომახიან საგულის წვერი სამწვავი ხმა შეძრავს ზეცაზე და მიწასაც ხასიათი და მოქცევა ხმაც გაქვთ რაღაცას ღაპრული თქვენ რომ სიმღერებს ასრულებთ ის არის ნაღდი ქართული ბულბულის ხმას რომ დასახეთ წკრიალი გაუდის ჭოხონელიძის სტუდია მოსწავლეებს ვერ აუდის თამრიკო მასწავლებელო იცოცხლეთ იბედნიერეთ პროჟაგონახეთ სცენაზე და ნაღდი ქართული გვიმრით მე მოცნებობ რომ მქონდეს ჩემი სახლი მქონდეს რა თქმა უნდა ჩემი ოთახი ჩემი ფანჯრები და როიალი რა თქმა უნდა დავუკარ ასეთ ლამაზ სიმღერებს ვიშუმხე შქნარი შუმმა სუსხიანმასიო ვის ჩაუკრა თვალი განათდება მზის ხიები აყვავდება ია რასაც ახლა შენს მიმართ გრძნობ მონატრება ადამიანს როცა ხედავენ რაღაცა შეზღუდვით, ხო? აიგივებენ შეზღუდულ შესაძლებლობის კონეპეს, როგორც უნარ შეზღუდულს. ხომ ეს ალბათ ეს უნდა მოიშალოს ხალხში, რომ არ არის შეზღუდული შესაძლებლობა, არ ნიშნავს უნარ შეზღუდულს. არასწორად დამკვიდრებული ტერმინი. რომლის გაშიფრის შედეგადაც სხვა შთაბეჭდილება შეიძლება შეექმნათ ინვალიდზე, ვიდრე ის რეალობაში არის. და თუ იგივე ინვალიდი იქნება საზოგადოებისთვის მისაღები და იგი სწორი გაგებით შეხედავს მას, რა ერქმევა იმას, თქვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თუ ინვალიდი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სკოლის დამთავრების მერე ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა. ჩემი ოცნება იყო სტომატოლოგიურზე ჩამებარებინა. აქ არ არის ისეთი ინსტიტუტი, სადაც ყრუმუნჯებს სტომატოლოგიას ასწავლიან. ამიტომ გადავწყვიტე სტილისტი გამხდარიყავი. თავიდან ხალხი ვერ მაგებინებდა, მე კი ვეუბნებოდი, რომ ჩემთვის ტუჩების მოძრაობით რამენაირად აეხსნათ, მაგრამ მათ მაინც შეუჩვევლობის და შიშის გრძნობა ჰქონდათ. ყველას ეძახდნენ, რომ გადაეთარგმნათ, მაგრამ ახლა შეეჩვივნენ და სხვის დაუხმარებლად მაგებინებენ. მაგალითად, ჟიმონაის ზეგანის ბინადარი პატარა იაკი, ბედის დახმარებით სწავლობს ჯოქში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. როცა არ მუშაობდა, თავისუფალი დრო მაქვს ვქარგა. ეს ჩემი ჰობია. მაგრამ უფრო ხშირად ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული. ადრე ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ ახლა სამსახურის გამო ვერ ვახერხებ, რომ პარალელურად სხვა რამე ვაკეთო. მე მაქვს ის ნაკლი, რომ არ მესმის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა თანაბარი ვართ. მე შემიძლია იმ ადამიანების მსგავსად ყველაფერი გავაკეთო. ოღონდ მთავარია მონდომება. ალბათ არსებობს ისეთი ხალხი, ვინც თქვათ, რაღაცა ვერ აღიქოვდა შესაბამისად ინვალიდებს, მაგრამ შემდეგ თვითონ შეემთხვა რაღაც და სულ სხვანაირი კუთხით დაინახა ეს ყოველივე.
მე პირველი ჯგუფის ინვალიდი გახლა ვარ, აგერ უკვე მე-5 წელია. ავტოკატასტროფის შედეგად დამიზიანდა ხერხემალი. აი მანქანის გადატრიალებასთან, ავტოკატასტროფის მოხდენასთან ერთად გადატრიალდა ცხოვრებას დიამეტრალურად. გავხდი ინვალიდი, ერთ წამში მოხდა ეს ყველაფერი. და აღმოჩნდა რომ უკვე თითქმის აღარავის აღარ ვჭირდები. აი ამ ავტოკატასტროფამდე მე მიხდებოდა მთელ რიგ საზოგადოების წარჩინებულ ხელმძღვანელებთან, მთავრობის ხელმძღვანელებთან შეხვედრები, ურთიერთობები, ვისგანაც ველოდებოდი დავუშვათ მხარდაჭერას, ის ხალხი საერთოდ დამეკარგა. არ ინტერესდებოდა თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ მე 2 წელი პრაქტიკულად ვებრძოდი სიკვდილს. ვიგრძენი რომ კიდევ ვჭირდები იგივე ქვეყანას, ვჭირდები ისევ ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ხალხს და გადავწყვიტე რომ ბრძოლა გამომეცხადებინა აი ამ დიდი ტრავმისთვის. აი დღეს თბილისში სამარცხვინო არის თქვათ ინვალიდის ეტლით გამოსვლა და თბილისში კი არა, ნებისმიერ რეგიონში თქვათ საქართველოს ელემენტარული კულტურა არ არის თქვათ აი ამ ხალხის მიღებისა საზოგადოებაში. არსად ვერც ერთ მაღაზიაში, ვერც ერთ დაწესებულებაში, თეატრში, მე ვერ დავასახელებ ვერც ერთ თქვათ ობიექტს, სადაც შეიძლებაოდეს ინვალიდის ეტლით შესვლა. ამ ხალხს უნდა შეუქმნას ელემენტარულად ცხოვრების ინფრასტრუქტურა, რომ გამოვიდნენ საზოგადოებაში და აი საზოგადოების ენით ილაპარაკონ. მე რა თქმა უნდა გამოვიჩინე ბრძოლის უნარი და აი ეს როგორც მოგახსენეთ, მე გარკვეული წარმატებები მაქვს დღეს მუშაობაშიც, ასევე ვარ დაკავებული გარკვეულწილად ბიზნესში. მე ვთვლი რომ ერთ-ერთი სერიოზული საქმე მაქვს დღეისთვის. მე ვიცი ისეთი ადამიანების, რომლებიც დაბადებიდან არიან ინვალიდები, დაბადებიდან რამდენიმე წელში გახდნენ ინვალიდები. ისინი აღწევენ გარკვეულ წარმატებებს, მაგრამ მათ სჭირდებათ გვერდში მდგომი ადამიანი. ადამიანის გუნება ლევან ისე აგებული რომ მიუხედავად სირთულეებისა ყველაფერს ეჩვევა. ანუ ბავშვი რომელიც აღმოჩნდება ნაადრევად რაღაცა მდგომარეობაში, ხო, ის რაღაცა წლების განმავლობაში ეგუება იმ სიტუაციას და ისე ცდილობს რომ გამოიყენოს თავის შესაძლებლობები, რაც ამ წლების განმავლობაში განუვითარდა. დავიღოთ ახლა ადამიანი ომში დაჭრილი, თქვა, ომში რაღაცა ტრაუმა მიღებული. ეს ანუ რაღაცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა ჩვეულებრივად ჯანმრთელ მდგომარეობაში და უცბად დაკარგა ყველაფერი. აი წარმოვიდგინე მაგის ფსიქოლოგია როგორ რთული უნდა იყოს და როგორ შეუგუებელი თავის მდგომარეობას. არავინ არ არის სოსოდ დაზღვეული და თუნდაც ახლა უბრალოდ საზოგადოების შეგნებამდე არ მიდის ის ფაქტი, რომ ეს პრობლემატიკა არის მისახედი იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება თითოეულ მათგანს ეს შეეხოს. მე მოღვაწეობდი ალტაში, საკმაოდ დიდი ქონების პატრონი ვიყავი, საკუთარი გემი მყავდა, საკუთარი კურორტი მქონდა მოწყობილი ალტაში, არტეკის ტერიტორიაზე, გურძუბში. რამოდენიმე თვეში გავყიდე სულ ყველაფერი, ჩამოვედი საქართველოში, იმიტომ რომ აქ ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები დაზარალდნენ 9 აპრილს, როცა სიტუაცია მიდგა იქამდე, რომ დასაცველი იყო ცხინვალის უკანასოფლები, მხედრიონი ჯაბას ხელმძღვანელობით შევიდა და მეც მოვხდი რა მაგათ რაზმში, მაგას მოყვა აფხაზეთი და ფაქტიურად აი პირველივე დღიდან ბოლომდე ვიომე რა. გვერდზე როცა ეცემა შენი მეგობარი, რომელიც 2 წუთის წინ შენთან ერთად მორბოდა, იყო ცოცხალი 1 საათის წინ შეიძლება ერთად საჭმელიც ჭამეთ და უცბად ხედავ რომ მას ან ფეხი აღარ აქვს, ან ხელი აღარ აქვს, კი ცოცხალია და ამაზე ფიქრობ რომ თუ ეგეთი რაღაცა მიწერია ღმერთმა
მომკლას, ოღონდ აი ეგეთ მდგომარეობაში ნუ ჩამაგდოს, რომ ან ხელფეხი არ ამკონდეს, ან მოძრაობის საშუალება არ ამკონდეს, იმიტომ რომ მეც იმ საზოგადოების წევრი ვიყავი და საერთოდ არ ამქონდა გააზრებული რა არის ინვალიდობა რა და უბრალოდ გუმანით ვიცოდი რომ ეს არის რაღაცა ძალიან დიდი საშინელება რა. უამრავი ადამიანი იქიდან ჩამობრუნდა დაინვალიდებული ხა მიცვალებული მე ბევრს უმეტესობას ვინახია, მაგრამ ეს გარკვეული ფორმით, კოსტუმით, გალსტუკით ჩასვენებული სასახლეში. როცა ხედავ გაგლეჯილი თავით, მოწყვეტილი ხელფეხით, გადახეული გულმუცელით და ამას შემდეგ ეჩვევი, აი მაშინ უკვე ფსიქიურად ხდები ინვალიდი. არანაკლები, აი ვიდრე სამაჩაბლოში დაიღუპა, არანაკლებმა ადამიანმა აი ამ მოვლენების შემდეგ თავი მოიკლა. იმიტომ რომ ყოველად აი ესეთ გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ რა, აღმოჩნდნენ საზოგადოებისაგან იზოლირებულები. საშინელება ჩემთვის ის იყო, რომ მე ფაქტიურად დავკარგე ყველანაირი ინტიმი. ანუ მე არ შემიძლია დამოუკიდებლად გავიდე ქუჩაში, დავჯდე ბაღში, თუნდაც სადმე ისე დაწესებულებაში ბარში შევიდე, ან პაბში შევიდე, ხო შეიძლება ადამიანს ერთი ჭიქის დალევა მოგინდეს, მარტო ყოველგვარი ან ქალთან პაემანზე მისვლა, მე არ ამგონია რომ მოვესწრო იმას, რომ მე შევძლო თბილისში სახლიდან მარტომ გამოსვლა და ქუჩაში გასეირნება. ნებისმიერ ადამიანს ქართველს საქართველოში ყოველთვის ძალიან დიდი ფასი ჰქონდა. არ ჰქონდა მას მნიშვნელობა ის ხეიბარი იყო რამენაირად თვალს აკლდა, ყურს აკლდა, ხელი არ ჰქონდა, ფეხი არ ჰქონდა. საწოლს იყო მიჯაჭული თუ რა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომელსაც შეეძლო თუნდაც 1-2 სიტყვის თქმა ის უკვე ანგარიშგასაწევი იყო ყველასათვის. ძველი ქართული აღზრდის სისტემა თავის თავში მოიცავდა ვარჯიშების ისეთ კრებულს, რომელიც შემდეგ უკვე მეომარში ბრძოლის დროს არ აქვს მნიშვნელობა ეს რა სიტუაციაში ჩავარდება, მას აქვს ბრძოლის ნებისმიერი და იარაღის გამოყენების ნებისმიერი საშუალება, ტყვედ ჩავარდება, შეკოჭილია, შეზღუდულია რაიმე მოძრაობით, მას შეძლო ნებისმიერ სიტუაციაში მედგარი წინააღმდეგობის გაწევა და ეს ყველაფერი ამას საფუძვლად ჰქონდა იმ ვარჯიშთა სისტემა, რომელსაც პატარა ასაკიდან გადიოდა მომავალი მეომარი. თითქმის ფაქტიურად 5 წლის ასაკიდან ის უკვე ეჩვეოდა ნელანად თამაშ, ვარჯიშ, ცალი ხელით ჭიდაობა, ცალი ხელით კრივი, საერთოდ ხელების გარეშე კრივი, ხელების გარეშე წიხლაობა, ეს არის ფეხებით ჩხუბი, რომელიც ფაქტიურად ბოლო დრომდე საქართველოშიც კი შემორჩენილი არის რაღაც ელემენტები ამის. ფაქტიურად ეს არის საჩვევი ვარჯიში, რომლის გავლის შემდეგ მეომარს ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც მას ბრძოლაში რაიმე კიდური დაეკარგა, ან დასახიჩრებულიყო, ის ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ძალა იყო. ეს სათელი საწვრთნელი ბაზა არის, ყველაფერი იმისა, საფუძველი არის, რომ შემდგომში ადამიანს, რომელსაც უწევს საზოგადოებაში ყოფნა, რანაირიც არ უნდა იყოს ხეიბარი თუ ჯამრთელი, მან იგრძნოს თავი ამ საზოგადოების სრულფასოვან წევრად და მისი ნებისმიერი მოქმედება იყოს მისაღები და ანგარიშგასაწევი ყველასათვის. აი ესე იყო ისტორიულ საქართველოში ოდითგანვე. სახელმწიფომ ქვეყანამ ერმა დაინახა ის, რომ საჭირო მომენტში, როცა სხვა მიდიოდა და განათლებას ღებულობდა, მე ხელში იარაღი დავიჭირე და წავედი და ვიომე რა. ძალიან მომზადებელი არის რბილად რო ვთქვათ დღევანდელი საზოგადოება. მე ვფიქრობ ინვალიდის ინტეგრაცია კი არ უნდა მოხდეს საზოგადოებასთან, საზოგადოების ინტეგრაცია უნდა მოხდეს ინვალიდთან, იმიტომ რომ ინვალიდი გაცილებით უფრო შეგნებული მოქალაქე არის დღეს, ვიდრე აი ეს
მოქალაქე, რომელიც ქუჩაში დადის და თანაგზნობით ახსავს, ეთვალებით გიყურებს და თან ვერ მალავს თავის ემოციას, რომ აი როგორ ეცოდები, რომ აი ეგეთ დღეში ხარ რა. იმისათვის რომ ინვალიდებმა მომავალი მოიპოვონ, ამისათვის ჭირდებათ შიმშილობა, ამისათვის ჭირდებათ გაუთავებელი აქციები. ის რომ მე განათლების მიღება მინდა და ის რომ მე სამსახური მჭირდება და ის რომ მე შეიძლება ის სამსახური სხვაზე უკეთესად და გაცილებით უფრო ხარისხიანად შევასრულო. აი ამაზე არავინ არ ფიქრობს რა. ეს ხო ღმერთის ყველაზე საყვარელი შვილები არიან ინვალიდები. ეს თვითონ ქრისტემ თქვა, როცა დედამიწაზე იყო მოვლენილი, ხო? შენ ღმერთმა რაღაცა რომ დაგაკლო, მოხსა სხვა რაღაც. მომცა ის ისაც უნდა წარმოუჩინდა, იცით, შემიძლია მე მოიპოვო პური ჩემი არსობის. სიყვარულმა გადამატაინა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ოჯახი რომ შეიქმნა, მეუღლე რომ ჯანმრთელი მეუღლე, მან არ იფიქრა რომ მე ინვალიდი ვარ და თვითონ ჯანმრთელია და ჩვენ სიყვარულმა ყველაფერს გადააჭარბა, რომ დავიწყეთ ცხოვრება და შვილები შეგვეძინა და ასე იყო რა თითქმის. პირველ რიგში ღმერთს შევთხოვდი, რომ სმენა მქონოდა, რადგან უფრო მეც მივაღწევდი და უფრო მონდომებული ვიქნებოდი. ჩემ მეგობრისთვის მინდოდა დამეწერა ლექსი. მუზა რომ მომივა ხოლმე, ღამეც კი ვდგები ლექსის დაწერა, თქვენ წარმოიდგინეთ? წევარ ღამის 2 საათია. ფიქრობ, ვაიმე, ავდგე? არ ავდგე. ავდექი? ამანთე, კიდე დავიწყე ლექსის წერა. რამდენჯერ მიფიქრე, რომ ღმერთო ნეტა შემეცეს და ლექსი დავწერო, მაგრამ მე უკმაყოფილდები მით რაც მაქვს. რატო? შენ შეიძლება არ გაქვს ლექსის დაწერის ნიჭი, მაგრამ გაქვს იმის ნიჭი, რომ იმღერო და სხვა სამით სიამოვნება მიანიჭა. როგორ წარმომიდგენია, იცი? ეს ვისაუბრეთ ჩვენ რაღაცა მარცვალი, თავთესე ასე ვთქვათ რა. არა მარტო შენში. სადაც ხმარ მიმიწვდება და სადაც ვგრძნობ, რომ შემიძლია რომ ადამიანი დავარწმუნო, ვამბობ მე ამასთან. ლაპარაკით მარტო არაფერი არ გაკეთდება. ჩვენ განსაზღვროთ ჩვენი შესაძლებლობები და უნდა ვიმოქმედოთ. მაშინ წავიდეთ რაღა გვიშლის ხერს. მიზანი გვაქვს და უნდა განვახორციელოთ. რაც შეიძლება მეტი გავერთიანდეთ და ერთობლივი ძალებით შევუტიოთ პრობლემებს. ესე იგი, ბუნებრივია ვისაუბროთ 4-ვე ფილმზე. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ შეკითხვების გარეშე და ბუნებრივია თქვენ ნებისმიერ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრი, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. ნუ რა შემიძლია თქვა, პირველი ესა ჩემი პირველი ნამუშევარი, პირველად ჩავაბარე სამსახიობო ფაკულტეტზე და პირველი კურსის დამთავრებისთანავე გადავედი რეჟისურაზე. და პირველი 2 კვირის გადასული ვიყავი, რომ დავიწყე ამაზე მუშაობა, ასე ვთქვათ. ჩემი მეგობართან ერთად, ავთო ჟღენტიარი ოპერატორი, აგზის. ერთმანეთის ფილმებს ვიღებდით აი ერთი სიტყვით, რაც შეგვეძლო, ის კიდე დამატება მინდა იმისი, რომ ამის ბიუჯეტი ბჭყალებში 6 ლარით შემოიფარგლებოდა. ხო, მე და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ არასდროს მანამდე სანამ ეს ფილმზე ამ ჩანახედზე არ დავიწყეთ მუშაობა, არც ავთოს, არც მე, არც კამერასთან და არც კომპიუტერთან შეხება არ გქონია, რა ვიცი. დიდი მადლობა თუ მოგეწონათ. მე უბრალოდ როგორც ფსიქოლოგის თვალით რაღაც ასპექტებზე გავამახვილე ყურადღება, რომელიც თან ერთვოდა ფილმებს, განსაკუთრებით ეს აისახება
აი ჩემი ოჯახი როდესაც არის გადაღებული აი იქ როდესაც ბავშვი ხატავს აი ამ ნახატში არ ვიცი ეს ისე გამოგივიდა თუ იმდენად ბუნებრივად იქ არის დახატული სახლი საძირკვლის გარეშე ზემოდან მზე და პალმის ხე აი ესეთი აი ეს პალმის ხეა ზუსტად მიმანეშნებელი იმის რომ მას სურს აი სახლის შეცვლა მას სურს ისეთი სახლი რომელსაც ოცნებობს მე სადღაც ნანახი მაქვს ეს ფილმი უნამუსო ეხლა გამახსენდი თუ არ ვცდები ერთი კადრით არის თავიდან ბოლომდე გადაღებული ხო იქ არ წყდება არაფერი არც მონტაჟია არაფერი და ძალიან კარგია ნუ ეს არ ახალია მაგრამ სერიოზულად კარგი რაღაცა და რა მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. ნუ ოპერატორმა გააკეთა თავისთავად ეგ, მაგრამ შენი ჩადებილი იყო ალბათ ეგ რეჟისურული ეფექტია, ხო, ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ სერიოზული რაღაცა, იმიტომ ეს რო არ ყოფილიყო ამ ფილმში, შეიძლება არც არაფერი არ ყოფილიყო ისეთი, მაგრამ ამ ფილმს მიცა ძალიან დიდი რაღაც და სერიოზულად კარგი ფილმი. და ეხლა მეორეჯერ რო არ ვთქვა, სხვა შორის პირველად ვნახე ნიკას ფილმი და რატო არ იღებ ფილმს? სერიოზული, ძალიან კარგი რაღაც იყო ის სამწუთია. და ხო, რატო არ იღებ ფილმს? აი რატო არ იღებ? ნუ ეხლა ის თუ 6 ლარი ჯდებოდა ფულზე არ არის, ეხლა შეიძლება $100-ით. ხო, დღეს უკვე მთელი სულით და გულით გეუბნები რომ შეგიძლია და უნდა გადაიღო. ფილმს რატო არ ვიღებ, რა არის იცით? ანუ სცენარი მჭირდება პირველ რიგში, სცენარი არის დეფიციტური, იმიტომ რომ მე თავიდან დასაწყისშივე ვთქვი, რომ აი ზუსტად ეს ის ჟანრია, რომლისთვისაც ჩავაბარე რეჟისურაზე მეთქი და ამის შემდეგ რა ვიცი, თუ ასეთ სცენარი იქნება ფილმი, რომელიც სცენარს თუ ნახავ, რომელიც იქნება ამ ჟანრის, სიამოვნებით ვიმუშავებ, მაგრამ ერთი და ყველაზე მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი არის ის რა. ანუ, როდესაც სწავლობდი, ეიქედან მოყოლებული უკვე ვმუშაობდი. და ვმუშაობდი არა ჩემი პროფესიით. ანუ ტელევიზიაში დავიწყე როგორც ოპერატორი ერაში, მე 25-ში, ახლა მე-9 არხზე ვარ და შესაბამისად აი ეს მოყვა მუშაობა. და ორი საქმე ალბათ შეიძლება გამირთულდა, ვერ ვიფიქრე ორ საქმეზე და ესა ალბათ თავარი. რაც შეეხება ბოლო ფილმს, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ ამ თემაზე ხშირად მიფიქრია. მე მეწოდება ის ადამიანი, ეხლა იმას კი არ აღვიქვამ, რომ აი რა საწოდავი ხარ, მაგრამ ჩემიდან ეს ყოველთვის არის, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და მე მაინტერესებს, ეს ცუდია? თუ მათ აქვთ ეს კომპლექსი ხალხო? ეს ფილმი გადაღებული იქნა 2005 წელს, ანუ 7 წლის წინ. მას შემდეგ ხო ამბობ 7 წელი გავიდა და მე სიკეთე და ცვლილება არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმის მერე კიდე კლიპებიც გავაკეთეთ ჩვენ ამ თემაზე, კიდე საზოგადოება ცალკე თავშეყრის ადგილებზე განხილვებიც იყო. არც თბილისში, არც ბათუმში, არც ერთ ქალაქში არ არსებობს კანონში იდოს ის, რომ აუცილებლობას წარმოადგენდეს, რომ შენობების ადაპტაცია მოხდეს, რომ საზოგადოებაში განსაკუთრებულად მიექცეს ყურადღება აი ესეთი ადამიანების გადაადგილებას და არა მხოლოდ მათთვის, ეს ეტლი სხვათა შორის არ არის ეტლიანი ადამიანისთვის მხოლოდ. მე ხა ვარ პატარა ბავშვის მამა და ხანდახან ეტლით დავატარებ ჩემ შვილს და ვერ დავდივარ. ქუჩაში ვერ დავდივარ, იმიტომ რომ ყოველ ასე იგი ბარდიულზე უნდა ავახტუნო, ჩამოვახტუნო და ბოლოს მირჩენია ხელით ვატარო. ეს პრობლემა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და გარდა იმისა, რომ ეხა გადაადგილება უჭირთ, საერთოდ დასაქმების პრობლემაც იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ თუ ეს ადამიანები ვერ დასაქმდებიან, ისევ და ისევ ვერ იშოვიან თავის ლუქმაპურს და არა და აქვთ პრეტენზია, რომ იყონ დასაქმებულები და თავისი თავი თვითონ ირჩინონ და არა სახელმწიფომ გადმოუგდოს საწყალობო პენსია, რომლის საშუალებითაც ისინი თავს დაირჩენდნენ. კანონმდებლობის დონეზე გვაქვს სიტუაცია დარეგულირებული უმაღლეს დონეზე. თუმცა პრაქტიკაში არავინ არ იყენებს ამას. ეხლა როგორ არის? არსებობს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური სტატუსის შესახებ. არსებობს ასევე კანონი თვითმმართველობის შესახებ. ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობა ნებისმიერი პროექტის გაცემის დროს, როდესაც რაიმე სამშენებლო პროექტი ან რაღაც არის, კანონმდებლობის დონეზე არის ძალიან მკაცრი რეგულაცია. თუ იქ არ არის გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, ეს კანონში წერია პირდაპირ. არ უნდა მოხდეს ამ პროექტის დამტკიცება. დავიწყეთ ჩვენ მონიტორინგი ახლა
ბათუმის მერიის 2010 წელს რამდენი პროექტი დაამტკიცა ყოველთვეში და რამდენში გაითვალისწინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები და რა სურათი მივიღეთ. ჯერ ერთი არ მოგვაწოდეს ინფორმაცია არც პირველ თვეში, არც მეორე თვეში, არც მესამე თვეში. საერთოდ ინფორმაციას არ გვაწვდიდნენ. გადავწყვიტე წავსულიყავით სასამართლოში, რომ მოგვეპოვებია ინფორმაცია. თუმცა მანამდე მივედი და პირდაპირ მითხრეს, რომ ერთმა მითხრა, ხა არ ვიტყვი ვინ, მსგავსი რეგულაცია და ვალდებულება ჩვენ სამსახურს თუ გააჩნდა, საერთოდ არ ვიცოდიო და დამპირდნენ, რომ ამის მე რაღაცას გავაკეთებთ. აი ეგ სიტუაცია კანონმდებლობის დონეზე გვაქვს დარეგულირებული, თუმცა პრაქტიკაში არავის ეს არ ახსენდება, არავინ არ აკეთებს და თვითშეგნებაზეა აქ ალბათ ბევრი რამ დამოკიდებული, უცხოელი ინვესტორები აი სასტუმროებს ვინც აკეთებს, იქ ყველგან არის გათვალისწინებული, იმიტომ ის უშვებს, ის არის ბიზნესმენი და ის ხვდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლიენტი თუ მასთან მივა, მას არ უნდა კლიენტის დაკარგვა, ხოლო სახელმწიფო დონეზე ცნობიერება არის ძალიან დაბალ დონეზე, ძალიან კარგი არის თქვენ ეს ფილმი გააკეთეთ სამწუხაროდ მე ვერ ვნახე ზუსტად ასეთი სოციალური აქტივობები ხელშეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მე ვიმედოვნებ რომ ესეთი რაღაცები ხშირად იქნება. დიდი მადლობა რომ ყურადღება გაამახვილეთ ამ პრობლემაზე. გამახსენდა ჩემი ისტორია, რომ ავარიაში რომ მოვხვდი, ერთი ნაბიჯი მაყდა იქამდე, რომ ინვალიდი დარჩენილიყავი, მაგრამ ღმერთით გადავრჩი და ყველაფერი კარგად არის. მათთან ერთად განვიცადე, მათთან ერთად ვღეროდი, ვხატავდი, ვცეკვავდი და არ ვიცი, კინაღამ მართლა არ მღერდი და უბრალოდ მათთვის გასაგონად მინდა ვთქვა, ჩემი მეგობარი სულ ამბობდა დაექვემდებარე მხოლოდ 3-ს და 3-ს მართვას ისწავლი და მე ვკითხე რომ რა 3, რა არის ეს 3, რა უნდა დაექვემდებარო. ეს არის რწმენა, მიზიდულობა და სურვილი. დააკაკუნე და გაგიღებენ ითხოვე და მოგეცემა ეძებე და იპოვი. ეძებეთ და იპოვით. თუ კომუნისტების დროს საერთოდ არაფრად არ თვლიდნენ ინვალიდებს, ეხლა ცოტა შეიცვალა. იმედი მაქვს უფრო განვითარდებით და ცნობიერებაში უფრო დავაფასებთ ამ ადამიანებს. ზღოლმა თქვა რომ თუ არ შეგიძლია ეს დაეტიე სახში ეს ფრაზა მოვიხსენე აქ მოვისმინე ანუ ეს კომპლექსი მაქედან მოდის ალბათ იმათი კომპლექსი ეს ფრაზა ერთხელ მაინც შეიძლება ყველას აქვს ასეთ ადამიანს მოსმენი ვისაც შეზღუდული უნარი აქვს და ეხლა მე გეთანხმებით თქვენ რას ბძანეთ რომ აი გასაგებია რომ ეს გულისტკივრი 2007 წლის მე არაფერი შეიცვალა მაგრამ ყველა შემთხვევაში აი ყოველი ფილმის ჩვენება ნებისმიერი ადამიანი დამერწმუნეთ არის აუცილებლად ესეთია თან რომ აუცილებლად არის ერთი წვეთი რა რომელიც არის მნიშვნელოვანი წვეთი იმას მეორე ემატება და ეს ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ ამაზე, რომ როგორ შეიძლება ამის პრობლემა, რა თქმა უნდა იზრდება. თავარია, რომ საზოგადოებაში გაიზარდოს ასეთი ადამიანების რაოდენობა და ეს აუცილებლად მე ასახავს პოვს, როგორც ხდება ხოლმე. ყველა დასავლეთი და ყველა სამყარო, რომელიც ჩვენ მოგწონს და მიგვაჩნია, რომ ნორმალურია ჩვენისაგან განსხვავებით. ასე არის შექმნილი, რომ ჯერ საზოგადოება, ჯერ ადამიანები მივიდნენ. მოთხოვნებაც მოიტანეს მე კარგი სახელმწიფო, კარგი კანონები და რაც თავარი მათი აღსრულება, თორე კანონი შეიძლება ხო ბევრი კანონი ქონდა სახელმწიფოს, კარგიც, ცუდიც, მაგრამ ასაკობი არ ხდებოდეს იმ კარგის აღსრულება და მე ვფიქრობ, რომ პირიქით, რა ვიცი, აი ეს ყველა ჩვენება არის ერთი ნაბიჯი წინ რა, იმიტომ რომ ეს პრობლემა აი ბევრია და მიხარია რომ საქართველოში აი ძალიან ბევრგან ხვდებიან, მთელ საქართველოში ძალიან ხშირად დავდივარ, ხვდებიან ორგანიზაციის საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ამაზე ფიქრობენ, რომლებიც აი ცდილობენ რომ ნაბიჯები გადადგა. ადრე თუ გიან ალბათ ჩვენს ასევე მოხდება რომ ხო, რომ იმ ადამიანებს კომპლექსი იმიტომ აღარ იქნება, ჩვენ თუ აღარ გვექნება რა, ჩვენს თუ ჩავთვლით რომ რანაირ შეიძლება კომპლექსი მოუხსნათ რა, ნებისმიერი ადგილი თანაბარი ალტერნატიული სივრცე უნდა არსებობს ყველასთვის რა. შესაძლებლობები გამოამჟღავნა და მორჩა ეს კომპლექსი აღარ იქნება. ერთი უცნაურობა და პარადოქსი მინდა ვახსენო აქ. აი ამ ფილმში მთავარი გმირები ვინც არიან ორი ბიჭია. ერთი ეტლზე რო იჯდა და ანუ ბოლოში ვინც ერთად მიდიან იმაზეა საუბარი და ვინც მთელი ეს ფილმის განმავლობაში გვესაუბრებიან. აი ნამდვილად პარადოქსია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ვინც ეტლზე იჯდა იმ წელსვე როცა ეს ფილმი გადავიღეთ, უბრალოდ ისე მონდომებული იყო, რომ წასულიყო ამ ქვეყნიდან, რომ დღემდე ამერიკაში ცხოვრობს ეს ბიჭი, წავიდა ამერიკაში, თავს გრძნობს იდეალურად, იმიტომ რომ იქ ყველანაირი პირობა არის შექმნილი ამისათვის. ერთხელ მე თონაც როცა ამერიკაში ვიყავი, ავტობუსში ვიჯექი და ავტობუსი გაჩერდა და ვხედავ, რომ კარებს არ აღებს ეს მძღოლი და ვიფიქრე რატო გაჩერდა, რაღაც ხო არ მოხდა მეთქი და გავიხედე ეს მძღოლი ჩავიდა წამოვიდა უკანა მხარეს, რაღაცას დააჭირა ხელი, მე ამოვიდა, შემოვიდა შიგნით
მე აქ დააჭირა რაღაცას ხელი კარები გადახსნა მთელი ეს ხალხი ვინც გარეთ დაბლა გაჩერებაზე ელოდებოდა და ჩვენ ვინც შიგნით ვისხედით სულ ყველა ელოდინის რეჟიმში არ აღებს იმ კარებს რომლიდანაც ჩვეულებრივი ადამიანი ჩადის და უყურებ ამას და ამან ჩაწია ეს ლიფტი ამოიყვანა ინვალიდი ესე იგი გააჩერა ანუ დააყენა თავის ადგილზე მხოლოდ მე მივიდა და გააღო ის კარი რომლიდანაც ჩავიდნენ და ამოვიდნენ სხვები მე გავშრი იმიტომ რომ მე ამას არ მოველოდი ძალიან უცნაური იყო ჩემთვის ეს ამბავი და მეორე კიდევ იგივე პარადოქსი მეორე რომ მეორე ბიჭი გარდაიცვალა უსინათლო რომელიც იყო და იცით რითი გარდაიცვალა მანქანით მოდიოდნენ თავის მეგობრებთან ერთად 2 იანვარს ბედობა დღეს როცა ყველას დალეული აქვს და გინდა არ გინდა ხა ალბათ ამათაც გონდათ ცოტა მიღებული და მანქანა რომელშიც ეს ბიჭი იჯდა სველი იყო და აფრინდა აი მწოლიარე პოლიციელები რო დააგეს ხო იცით რომელსაც წესი და კანონი და წესიერება შემოაქვს ან სიარულში აი იმაზე აფრინდა და მიენარცხა ხეს და ეს 4 ადამიანი რომელიც შიგნით ის და სულ ყველა გარდაიცვალა ესეც პანდუსია თუ რა ქვია ამას არა ნუ ხო ვიტყვით გორაკები როა გაკეთებული რომ პანიკა არ იმოძრაოს ხო არა ძალიან მართლა პარადოქსი რაღაცეებია და საინტერესო კიდე ეგეთივე პარადოქსი შემიძლია გითხრათ უნამუსო შემთხვევაში ეს დიდი ზორბა რომელიც არის ეს არის ბესარიონ ხიდეშელი ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის მინდა გითხრათ და გარდაიცვალა იმიტომ რომ მას ჰქონდა წინაპირობა გარკვეული უმუშევრობის ცნობილი მსახიობი რომელიც არ მუშაობდა დიდი ხანი ამან გამოიწვია ამ ადამიანის ასე ვთქვათ ალკოჰოლისადმი გადახრა უყვარდა რაღაცას დალევდა და გულს დაიმშვიდებდა და ერთხელ კარები ჩაეკეტა და ასეთი ნასვამი მდგომარეობაში გადადიოდა მეზობლის ფანჯრიდან თავის კარის გასაღებად და მე-5 სართულიდან ჩავარდა ეხლა მითხარით რო არ ყოფილიყო ეს სიტუაცია და ეს პრობლემები არც დალევდა არც იქ გადავიდოდა და არც ჩავარდებოდა ეს ადამიანი სამივე ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბოლომ ეს სამი ღია ფანჯრები. ერთი თქმაც მინდა არის ის რომ ჩემს თავთან ვავლებდი პარალელებს აი იმ ადამიანებთან მაგალითად ერთი ანუ ცეკვავდა ყრუ მუნჯები მე ისე ვერ ვიცეკვავ მღერო და ის მონაცემები არ მაქვს რომ ვიმღერო ხატავდა ესეც რა თქმა უნდა არ შემიძლია ანუ არიან ჩემზე მაგრები ერთი რისი გაკეთებაც არ შეუძლია მათ არის თქვათ საკუთარი ფეხით რომ გაისეირნო და ის ხატვა ის სიმღერა ის თუნდაც პარიკბახერიც ნუ ხო ცეკვა არის უფრო ღირებული ვიდრე სეირნობა ხო და მართლა მინდა ვთქვა ის რომ ძალიან დიდი პრობლემური საკითხია და ავტობუსთან დაკავშირებით რაც ახსენეთ ესეთი რაღაცეები ფიქრობ უნდა გაკეთდეს და საზოგადოებამ ჩვეულებრივ ადამიანად უნდა მიიღოს ყველაფერი გასაგებია უბრალოდ დამება და ერთი შეკითხვა რატომ ღია ფანჯრები ყველა თავისებურად გავიგებთ მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ მაინტერესებს ამ კითხვას ცოტა არ იყოს ველოდი იმიტომ რომ ხშირად დასმულა ეს შეკითხვა რატომ ღია ფანჯრები იქ იყო ერთი ფრაზა რომელიც თქვენ გაიგონეთ რომ ეს ადამიანები კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან და ერთადერთი კონტაქტი ამ სამყაროსთან რომელიც არის გაუცხოებული საზოგადოება ეს არის ფანჯარა საიდანაც ისინი იყურებიან და დასაწყისშიც რამდენიმე ფანჯარას ნახავთ საიდანაც მათ აქვთ კონტაქტი ამიტომ ღია ფანჯრები ვიღაცამ დაინახე აგერ სალომეს თვალებს ხედავ თამარის თვალებს ხედავ ეს არის საკმარის იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენი მისაღებია შემდეგ რაღაც კანონები ჩვენი მენტალობა იცვლება არ იცვლება და ჩვენი დამოკიდებულება მადდამი მე მგონი ეს მაინც მუშაობს ახლა წარმოიდგინე რომ არ ყოფილიყო ასეთი ფილმები არ ყოფილიყო ასეთი დისკუსიები მაშინ მე არ მეცოდინებოდა მთელი ცხოვრება რომ არსებობს საქართველოში ყრუმუჩთა ანსამბლი და მიჩნდება ასეთი აზრი აი ნიჭიერებში რატო არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი რატო უნდა იყოს წარმოდგენილი ეს ანსამბლი მაგალითად ხო ჩვენ ხო ქართველებს უკვე აღარ არსებობს მე ხვდები მერიამ აღარ დააფინანსა ნუ წარმოიდგინეთ და ჩვენ ხო ძალიან ისეთი ხალხი ვართ როცა დავინახავთ ხან ვინ იმარჯვებს იმაზე ხო ხან უსახკარო გაიმარჯვა ხან არა ნიჭიერმა მაგრამ იმიტომ რომ თქვათ ცოტა გონებრივად ჩამორჩენილმა გაიმარჯვეთ ჩვენ უცბად გვეცოდება როდესაც რაღაც ყველა ერთად უყურეთ მაგრამ თვითონ პრობლემის გადაწყვეტა არ შეგვიძლია პრობლემას არ წყვეთ თვითონ საზოგადოება თორე ცალკეული პიროვნებები ასეთი ახლა ნუ ყველა ლიტერატურაში აღწერილი ყველა სოფელს ყავდა თავისი რაღაც ასეთი ერთი პიროვნება ყველა კვარტალს ხო ნუ მე ცოტა სხვა თემაზე გადავხიე მოკლედ
მე უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ დისკუსია, მაგრამ მე არ მინდა რომ ვინმეს დაწყდეს შემდეგ გული, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ძალიან ბრძნული აზრი გამოთქვას და ეს მაინც არ მოხდება სატელევიზიო პროექტში და შემდეგ დამაბრალებ ზედმეტ ცენზურას. ამიტომ რა ვიცი, დღეს იყავით ერთ-ერთი ძალიან კარგი მაყურებელი იყავით. ეს შეთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. და აი უკან რო ვიჯექი დღეს კიდევ უფრო კარგად დავწმუნდი იმაში, რომ კარგი მაყურებელი ხართ. როცა სიჩუმე გესმის, ეს ნიშნავს, რომ კინოკლუბური ვარიანტი შედგა. ამიტომ ყველას ძალიან დიდი მადლობა და იმედია, რომ მაყურებელსაც მოეწონა. გელოდებით კვლავ 2 კვირის შემდეგ, პარასკევს 7 საათს.